და ტექსტის ვექტორიზაცია. და ხანუ ეს ყველა ნაწილი უნდა გქონდეთ ახსნილი step by step რა რატო აკეთებთ და რაში გვეხმარება იქ ყველაფერს. შემდგომ არის model development-ი, რაც ანუ რამდენიმე რაც baseline ზოგადად ექსპერიმენტებს რო ვაკეთებთ ხოლმე, მგებია რომ რაც კონკრეტული baseline-ი გავაკეთოთ, რაც დაგვეხმარება იმისთვის, რომ შემდგომ benchmark-ივით გქონდეს რა, რომ ვეცადოთ მე ეგ გავამჯობესოთ, რომ გავამჯობესოთ თქვენი კიდე რაც სხვა მოდელი ვცადოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაღაც კონკრეტულ ერთს აარჩევთ ამ შემთხვევაში და შემდგომ რაღაც სხვადასხვა მეთოდებს ვცდით. აქ აქვთ ჩამოთვლილი მაგალითად, რომ შეგიძლიათ რაც advanced ML მოდელები გამოიყენოთ, XGBoost-ი, Random Forest-ი და როგორც მინიმუმ ერთი რაღაც deep learning ტექნიკაა, მაგალითად ARNN-ია რა. ხო, pipeline-ი გამოიყენეთ feature engineering-ისთვის. ახლა ანუ ჰიპერპარამეტრები უფრო მეტად ამ advanced ML მოდელებზე გამოგადგებათ, ეგ არის რომ grid search-ი, random search-ი, bias-ი and optimization-ი გამოიყენოთ. და ანუ რა თქმა უნდა, ვალიდაცია ცალკე უნდა გამოყოთ, აქ თავიდან train-ი გაქვთ მოცემული და ნუ ეს ტესტია, რაც მე უნდა დაგენეროთ და submission-ი გააკეთოთ. შესაბამისად, ხო რაც ვალიდაცია უნდა გქონდეთ, რომელიც საკმაოდ გავს უკვე ამ ტესტს ამას რა. ეგეთი სტილის ვალიდაცია რო გქონდეთ, უკეთესი იქნება, რადგან შემდგომ საკმაოდ ახლო პასუხს გაჩვენებთ, ანუ რასაც გიჩვენებთ მე leaderboard-ზე, მაგას მიახლოებულად გაჩვენებთ რა. ეგეთი ვალიდაცია თუ გექნებათ. ანუ აქ რაც ექსპერიმენტები აღწერთ, აი გაწერიეთ რა. აი რა მიკითხვა ხო არის გაქვთ? ანუ ლინკი გაქვთ წესით ყველას. ახლები ვინ შემოდიხართ, მაგათთან ჩანს ლინკი. აჩია ჩაგდებული ლინკი. ვინმე თუ გვიან შემოხვედით? ან მე რო შემოვედი, მაგათ მე ვერ ნახულობ და მაგიტომ. უნდა ჩავაგდებ. Okay. სტილი დაახლოებით როგორ იქნება, დღეს როგორ ჩავატარებთ, ანუ ნოუთბუქები უნდა გავაზიაროთ, მე თუ უბრალოდ ავხსნით, როგორ გეცევა? თუ ანუ როგორ ფიქრობ? ხო, მე დაახლოებით ესე წარმომიდგენია, რომ ჯერ ცოტა მონახაზი გავაკეთოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია თითოეულ ნაწილში, მაგალითად, თავიდან project processing-ი სჭირდება მონაცემებს, წინ ტექსტია, რაღაცები უნდა წავშალოთ, მძიმეები და ასე შემდეგ. ეგ ყველაფერი რომ ჩამოვწეროთ, რა იდეები გვაქვს. მოდი დავაშიარებ ამას Figma board შევქმნი. და შეგვიძლია ერთად გავიაროთ, იმიტომ რომ ბევრი ვარიანტი ამას როგორ შეგვიძლია მივუდგეთ და რისიც შეგვიძლია. თუნდაც ვექტორიზაცია, შეგვიძლია მარტივი ვექტორიზაცია გავაკეთოთ, TF-IDF-ი, ან შეგვიძლია საერთოდ, არ ვიცი, ChatGPT, OpenAI-ის embedding მოდელები გამოვიყენოთ. და საერთოდ სავარაუდოდ ბევრად უკეთეს შედეგს ეგ მოგცემს მაგალითად. ახლა მოდი დავაშიარებ და რა იდეები გაქვთ თითოეულ ნაწილზე გავწეროთ. პირველი რა ეწერა ლუკა? პირველი ნაწილი თვითონ აღწერილობაში, რას გვეჩვენა? აპრეციაციას. ნუ ხო, პრეპროცესინგ შევწერიეთ, ტოკენიზაცია, სტემინგი, ლემატიზაცია, სტოპბორდების ამოკლება და ვექტორიზაცია. ოკეი. გავაზიარებ ეკრანს და ერთად ჩამოვწეროთ ეს და იდეები რაც გვაქვს დავუშიაროთ. ერთმანეთს. ანუ ერთად ვიმუშაობთ თუ ჩვენით უნდა ვიმუშაოთ? ეს ჩვენი ცალ-ცალკე თუ ერთობლივად რა? ფიქრობ თავიდან ერთად რო ვიმუშაოთ და რაღაც მონახაზი გავაკეთოთ რისიც და შეგვიძლია და მერე უკვე თქვენით რომ დაიმპლემენტიროთ თვითონ ფუნქციები. ანუ ახლა ფსევდოკოდის მაგალითს გავწერთ, ესე მგონია. ფსევდოკოდიც კი არ იქნება, უფრო აბსტრაქტული
კარგი ეს ფუნქცია ამას იზავს, ეს ფუნქციას შეგვიძლია ვცადოთ, შეგვიძლია XGBoost-ი ვცადოთ, რაღაც LSTM მოდელი და თქვენ მერე თვითონ იმპლემენტაცია შეგიძლიათ გააკეთოთ, სხვადასხვა grid search-ის ვცადოთ, random search-ი და საუკეთესო შედეგი შეგვიძლია, რა ვიცი, ბოლოს Discord-ზე გამოვავლინოთ. იმიტომ რომ თვითონ ოლიმპიადაზე შეგიძლიათ უკვე test submission-ზე დაარქვათ, რასაც გააკეთებთ და შედეგებიც გეცოდინებათ თუ არ ვცდები leaderboard-იც არის. შეჯიბრივითაც გამოგვივა ერთმანეთში. აბა რა აზრის ვართ? თუ უკეთესი იდეა გაქვთ? ოკეი, მაშინ დავიწყოთ. მე პროცესი. დამუშავება. ოკეი. ამ შემთხვევაში რას გააკეთებთ პირველ რიგში? რა ვიცი, FIDF ვექტორიზერიან რამე მსგავსი ვიხმაროთ, რომ მონაცემები პირდაპირ გადავიყვანოთ ჩვენთვის ხელსაყრელ data-ში თუნდაც. იმიტომ რომ ანუ თუ GPT-სთან რამე მსგავსი ვიხმართ, მაშინ მოგვიწევს მაგათი პირადი ტოკენაიზერები ვიხმაროთ, იმიტომ რომ აი ბერც აქვს თავისი uncase ნუ რაც აქვს რა, ტოკენაიზერი და ჯობია TF-IDF-ში გადავიყვანოთ, რომ ხელსაყრელი გახდეს classic მოდელებისათვისაც და NLP მოდელებისათვისაც. ნუ ამას ვიქნებ. ოკეი. TF-IDF-ამდე რამე ხო არ გჭირდება? წარმოიდგინეთ, რომ ჩვეულებრივი ტექსტი გვაქვს. TF-IDF-ამდე ანუ პირდაპირ ხო გადმოვა ტექსტი და ანუ ხო რავი თვითონ რომ რომ დავამუშავოთ ტექსტი, ეგეც რაღაც ეგეთი ფუნქცია რო შევქმნათ. სანამ დავუწყებთ TF-IDF-ის გამოყენებას. ეს თუ გასავი წერტილები და სიმბოლოები რო ამოაგდოს რა, გონი rare ხო. ფლოვსები. regex ხო. ხო, regex-ით შეგვიძლია, კი ბატონო. მოდი დავარქვათ clean text ფუნქცია დაგჭირდება, რომ მაგალითად წავუშალოთ მძიმეები, წერტილები, ამას ხშირად აკეთება ხოლმე. ლუკა შენს ალბათ უკეთ იცი და ზუსტად აღარ მახსოვს აქ რას აკეთებენ, რაღაც stem-ი უნდა ამოიღო სიტყვიდან რომ კი, ანუ სტემინგი და ლემატიზაცია არის. ნუ განსხვავდება ერთმანეთისგან. ლემატიზაციის მთელი მოღამე უფრო არის, რომ ფუძე დატო აი, მაგალითად ქართულში ფუძეს შეძახით, რომ რაც აქვია. მოთხრობით გადაუყვანოთ და მე ფუძის ბოლო მოვაშოროთ რა. და სტემინგში უფრო სხვანაირად უფრო მეტად ვწირდება და ანუ მთელი მოღამე მაგის არის, რომ სხვადასხვა ბრუნვებში ჩასმული სიტყვები ორივეს რეალურად ერთ იმაში დავუყანოთ რა, რაც ბრუნვაში კონკრეტულში, რომ უფრო მეტად გავამარტივოთ რა, რაც running-ი და run-ი, რომ ერთ და იგივე იყოს სიტყვაზე. რაღაც ამბობდი. Stemmings ლემატიზაცია ჯობია მგონი თუ არ ვცები თუ პირიქით არის, იმიტომ რომ ანუ რომელიღაც ერთ-ერთი მათგანი ახლა უნახავ რომელი აი მაგალითად რაღაც სიტყვა რო იყოს აი სახლში, ან რაღაც ეგეთი არა, ეგ ცუდი მაგალითია. ანუ გარკვეულ სიტყვებზე ფუძეს ისე აგდებს, რომ აი მაგალითად სახლში რო იყოს სახს ამოაგდებს ან რაღაც ეგეთს რა და მე აი მაგალითად რო იყოს სახლიდან რაღაც ეგეთი სახლში ამოაგდებს თლს. და ანუ სახლი და სახლს ვერ განასხვავებს მოდელი რა, იმიტომ რომ მაშინ ანუ რეალურად მიზანი რაღაც პონჩი ეგ არის, რომ ერთი და იგივე ფუძე თუ აქვს და უბრალოდ სხვადასხვა ბრუნვაშია ჩასმული, ეგენი დავუყანოთ ერთ ბრუნვაზე რა. იმიტომ რომ ანუ ჩვენ ახლა დიდ რაღაც ენის მოდელს რო ვქნით, მანდ ანუ მართალია კი, რომ გვინდა რაც მრავალფეროვნება და ეგ უნდა ასხალობდეს რა, მაგრამ როდესაც ცოტა მონაცემები გვაქვს, მაგ შემთხვევაში უმჯობესი არის, რომ გავუმარტივოთ მოდელს რა. დიდი ალბათობით ახლა fake ინფორმაცია არის თუ არა, მაგის დეტექციისთვის სახლთან იქნება თუ სახლში იქნება მაგალითად ავი დაახლოებით მაინც დავიგებთ ისა fake არის თუ არა რა. ან ეგენი რო ერთ ხო დაახლოებით მივხვდი, მაგრამ აი მაგალითად რაღაც ესეთი მაგალითი რო იყოს თუნდაც რომ აი fit რო ეწეროს რა სიტყვა ეხა დავჩეკე როგორ
ანუ fit რო იყოს სიტყვა, უბრალოდ foot-ში უნდა გადაიყვანოს იმან რა, ანუ სტემინგი პროსტა დატოვებს fits, იმიტომ რომ ბოლოს აშორებს სტემინგი. ან ბოლოს რა იმას აშორებს თვითონ სტემინგი ლემას და ლემატიზაცია მაგას გაითვალისწინებს და ანუ წარსულში დამუშავებული მოდელების მიხედვით და fits გადაიყვანს foot-ში, ანუ საწყის ფორმა fit-ის ხო foot არის და ეგეთი მაგალითი შეიძლება იყოს აი თუნდაც რავი ren რო ეწეროს რა აი გაქცევა ხო ანუ სტემინგი ადგება და rens რო ეწეროს s მოაშორებს და ლემატიზაცია დატოვებს run-ში გადაიყვანს იმიტომ რომ საწყის ფორმა ეგაა და წესით ამ ლოგიკით ლემატიზაცია ჯობია მაგრამ ხო ნუ ესეთ დატასეთში წესით რავი არ ექნება დიდი მნიშვნელობა ხო ანუ მეც ხა მაგალითად რავი რაც გამოვიყენებია ხოლმე უფრო მეტად ლემატიზაციას ვიყენებ მაგრამ ან სტემინგი უფრო კაცრი ტიპი არის რა ცოტა შეიძლება ძალიან დაამახინჯოს რა შეგვიცვალოს შემოგვიცვალოს მაგრამ ანუ ექსპერიმენტის ნაწილია ორივეს დატესტვა ნამდვილად ღირს რა ლემატიზაციაზე ერთი შემილია ის კითხეთ რა ქართული ლემატიზაცია თუ დაგჭირდათ ქართNLP არის ეგეთი საიტი რომელსაც აქვთ ეგ ფუნქციონალი და შეგიძლიათ ეგ გამოიყენოთ აუ სადმე შეიძლება დაგჭირდეთ არ ვიცი ხა მაგრამ ნუ აი ხა ინგლისურ კონცეფტთან გვაქვს შეხება და არ დაგჭირდებათ მაგ ოკეი შეგვიძლია ორივე ვცადოთ სტემინგის ფუნქციას იყოს და ლემატიზაციის და ჯერ ერთი ნახოთ მერე მეორე როგორი მუშაობს ხო ნუ ხო ეგრე ჯობია ექსპერიმენტისთვის ეგრე ჯობია ოკეი დამუშავების შემდგომ რა გვაქვს რავი თვითონ იმაში competition-ში წერია model development-ი ხო build baseline model as a starting point და ნუ რაღაცა მოდელები არჩიო და pipeline-ი აწყევ ხო მოდი ცოტა განვიხილოთ თვითონ ამოცანარაზე ანუ fake news-ების დატეტექტებაზე რამე feature engineering-ი ხო არ შეგვიძლია გავუკეთოთ რამე ისეთი feature-ები ჩვენი დავამატოთ მაგალითად ტექსტის სიგრძე ან შეიძლება ძახილის ნიშანი თუ ბევრჯერ ურევია რაღაც უფრო პროპაგანდული ტექსტი ან რაიმე ამ დაგვარი და fake news-ად ჩაითვალოს. რამე feature engineering-ი ხო არ გვინდა რომ დავამატოთ. რას ფიქრობთ? იმიტომ რომ ნუ ამ შემთხვევაში უბრალოდ ვექტორი გვექნება თვითონ წინადადების, მაგრამ კიდე შეგვიძლია დამატებით მივცეთ ხო რაღაც feature-ები models რაც შეიძლება გამოატეს. შეიძლება ექსტრა. ძალიან მცირედი ინფორმაციაა ზოგადად რა დატასეტში, იმიტომ რომ ანუ 2x უკვე ძალიან ცოტაა რა რაღაცა ტრენინგისთვის. ნუ ერთში ხა ტექსტი წერია, ტექსტი ნუ საინტერესოა, როგორ გამოიყენება თვითონ, მაგრამ რავი feature engineering-ის შემთხვევაში ხო რაღაც ეგეთი შესაძლებელია რა, მაგრამ აი ძახილის ნიშნების შემთხვევაში ეხლა გადავამოწმე ერთის და აი რაღაც ინფორმაცია არა, უფრო აი რაღაცა ტექსტი გამოცემული და ძახილის ნიშანი პროსტ არის გამოყენებული რა რამოდენიმეჯერ და აი ეგეთ რაღაცებზე რო აერიოს მე feature engineering-ს, რავი, ცოტა ფელად უნდა ვიყოთ. ცოტა ისმის განიხმა. ხა, ძახილის ნიშნები თუ კი ბევრჯერ არ გვხდება, მაგის დამატებას ალბათ აზრი არა აქვს, მართალია. მაგრამ სიგრძე კარგია, შეიძლება სიგრძე იყოს რაღაც მნიშვნელოვანი, რაღაც კუთხით. მაგრამ რამდენი რაიტყვებიან ბევრ დეტალს ამატებენ ხოლმე. ხო, ეგეც არის. ანუ ეგ ერთი და იგივე სიტყვა ბევრჯერ წერია თუ არა, ინდიაში TF-ID-ს ხუნა. შეიძლება რიცხვები იყოს მაგალითად კიდე. ანუ რამდენად ხშირად არის რიცხვი მოცემული ტექსტში. რაღაცები შეიძლება Lego Force-ი შეგვიძლია. კი, და ეს ლეიბლი, ანუ ბოლოს უეჭველი ან fake-ი ან არა, ხო, ეს ლეიბლები რაღაცა ორი სტოლიც არის და ეგ ალბათ outlier-ი არის. თუ რამეს ნიშნავს? ორი? რა ორი სტოლი? ხო, 0.1-ია მხოლოდ რა. შორტ 0.1. არა, ორი სტოლები არის კი რამდენიმე. ნუ ალბათ outlier-ი იქნება. აი, ნახო. Description-ში მარტო 0.1 წერია.
ო, არა არის კი. კაი, ანუ რას უშვებით მაგას? ხო, გასასუფთავებელია შესაბამისად ნაცემა. ეხლა შევამოწმე არის 2 და counts გეტყვით რამდენია დისტრიბუციას ვნახავ ახლა. უი, ყოფილა. ხო არა 500 რაღაცა არის მე მგონი და ანუ არა 190 და რაღაცა არის და ხო 48000-დან შეგვიძლია სულ წავშალოთ პირდაპირ და ნუ ჯობია იქ რა. ოკეი. პროცენტულად ცოტა. Outlier და ашла. ნუ ძალიან მცირეა, მაგრამ მოშორება კი კაია. კიდე ერთი რაღაც შევამჩნია 25000-ია ის რა ქვია, ანუ ნულიანი და 20000-მდეა ერთიანი და ანუ წესით არ იქნება ეგ პრობლემა, ეხლა რა ხანენობრივ მოდელს ვაწყობთ, მაგრამ მაინც რავი ანუ upsampled class რო ცოტა რაღაცა გავათანაბროთ, ეგეც შეიძლება, მაგრამ შეიძლება ცუდი იდეა, იმიტომ რომ რავი, ანუ შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიცავს ეგ დამატებითი 4000 თუნდაც. კი, და ნუ მანდაც არის რაღაც ტექნიკები, მაგალითად შეგიძლიათ რა ტრენინგისას უფრო დაბალი ანუ უფრო ბევრი დატა რომელსაც გაქვთ, მაგას ცოტა ზონა მიანიჭო რა. აი, თუნდაც deep learning-ში შეგიძლიათ რაღაც learning rate-ი შეამციროთ თუ რაღაც label-ი არის რაღაცა კონკრეტული. მაგას შეიძლება ანუ რაღაც ზონების უფრო ნაკლებად ცვლილება იმაში პროცენტულად რა, ვიდრე ამ ლეიბლებისთვის ამე ანუ დააბალანსოს რა. და იქ დისბალანსი მოშორს. კიდე ერთი კითხვა მაქვს, ანუ რაღაცა ვერ გავიგე რა, აი რაღაცა classic ML ან რაღაც ეგეთ მოდელს რო იღებ, მანდ ანუ smot ან რაღაც უნდა იხმარო რა, რომ დააბალანსო, მაგრამ ანუ ენობრივ მოდელებში იშვიათია რა კლასების ბალანსი და ანუ რატო არის ეგრე რაღაც წონებს ანიჭებს თვითონ ბერტი რომ თავისით ხვდებოდეს მერე თუ რაღაცა ენკოდერ შეიძლება ენკოდერში იყოს რამე ეგეთი რომ რავი აანალიზებდეს თავისით რომ აი კლასების ბალანსი რო არის წონა მიანიჭოს მეტი აი თუნდაც downsampled class რა ოღონდ ეს sentiment ანალიზის დროს რა მე არ ვიცი მაგალითად ვერ მოხდი დიდად ანუ აი ჩვეულებრივი ამოცანა რო იყოს აი მაგალითად რო არ ყოფდე რა აი რეგრესის ნებისმიერი ამოცანა ანუ მანდ რო downsampled იყოს რომელიმე კლასი ანუ smot-ს ხო ვიყენებთ და აი ენობრივ ნოუთბუქებს რო ნახულობდი ძალიან იშვიათი იყო კლასების დაბალანსება რა даже აი ძალიან ბევრი რო იყო ერთი მეორე ნაკლები ანუ ნორმალურია რო არ აბალანსებ მაგ კლასებს თუ უნდა დააბალანსო ანუ აი 0 და 1 ბიჭო რა არის რავი აბა მე მგონია რომ თუ ძალიან დისბალანსი არის ანუ საჭირო არის რა მაინც დაბალანსება იმიტომ რომ თავისით მოდელს არაფერი არ იქნება სიდარიგით რომელიც მაგას უსრულნელყოფს რა აი დააბალანსოს თავისთან ან გადასული ჯოხი არა აიდებში რომ მოწვეთობ და დაბალანსდეს ან რაღაცნაირად მაინც მოგიწევს წესდარიგით რომ გაითვალისწინო ეგ რა ან და იყოს მაგაში განსხვავება ენობრივი არის თუ არა ენობრივი ხო ნუ ეგეც მართალია ხო კაი მადლობა ახლა ოდნავ დავძებნე მაგრამ ნუ მე კიდე უკეთეს ინფორმაციას მოგაწოდებთ რომ ნახავ მაგრამ smot იდეაში ხო სინთეტიკურ data point-ებს ქმნის და ენობრივ შემთხვევაში სინთეტიკური data point-ების შექმნა შეიძლება გაუჭირდეს, იმიტომ რომ ანუ სიტყვებს ან ისე ტექსტს ხო ვერ შექმნის, რომ კოჰერენტული შექმნას. ამ GPT ზუსტად მაგაშვება, რომ ნულიდან იწყებს სიტყვების გენერაციას, ანუ პირველ სიტყვას მისცემ, დაიწყებს აი მე რაღაცა love machine learning და ესე მიყვება და ანუ GPT-მ რო ეგეთი რაღაც ქნას, რომ აი ჩვენ რაღაცა სიტყვა მივაწოდო და სინთეტიკური იმერი დააგროვოს, ხო კაი იქნება, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში ხო მართალია სინთეტიკური შეიძლება რავი ანუ პირველად სხვა კიდე რა ანუ რა შეიძლება მასე დროს რო გამოვიყენოთ აი მაგალითად ენობრივის დროს რო გამოგოდეს ნუ თუ ეხლა ტექსტის შექმნა და რაღაც გაუჭირდება smot-ს მაგალითად ნუ ამას არ ეხება მაგრამ აი computer vision-შიც თუნდაც თუ მანდაც დისბალანსი გვაქვს ფოტოს ისიც ხო გაუჭირდება წესით
კი. ახლა პერსპექტივის შეცვლა როტაცია ეგეთ რაღაცებს ვამატებთ, რომ დავამატოთ კლასები მაგალითად. ეგ შეიძლება რომ data point-ებად ჩაითვალოს და იგივე label-ი ექნებათ. ოკეი, კიდე შეკითხვა ხომ არ არის? განვაგრძოთ. შემდგომი რა გქონდა? შემდეგ არის მოდელი. მოდელი შექმნა ხო? ოკეი. აქ რა შეგვიძლია ვცადოთ ახლა პირველ რიგში რა სიზარდით? ავიღოთ რამე ბერტი, რამე ეგეთი მოდელი და სენტიმენტ ანალიზი ავაწყოთ. ან როგორც გითხრეს თუ ვინად გამოიყენეთო, XG boost ან რამე ეგეთი random forest-ი ან რამე. ხო, დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, ბერტი ჯობია მაგურს, მაგრამ ბატონო, ოკეი, მე ჩაწერთ XG boost. Random forest. საერთოდ სიმარტივისთვის ლოჯისტიკური რეგრესიაც შეგვიძლია. Baseline-ი რო გქონდეს. მე მგონი ეგეც იყო ნახსენები. თვითონ კალკულში. ოკეი, კიდევ გვაქვს რამე იდეები? ოკეი. და ეს რო გვექნება? ხო, შემდეგ მგონი hyperparameter-ი არის მოდელის შემდგომ. ისიც ხარ მივათვალოთ აქ. კაი, hyperparameter tuning-ი გავაკეთოთ და ევალუაცია მოდელის მერე. შეგვიძლია. რახან დაუბალანსებელი არ არის. პირდაპირ შეგვიძლია cross validation, რა ვიცი. K-fold-ი გავაკეთოთ. ეს გაკეთება შეიძლება. მგონი ცოტა ამოვწურე. უკვე დასასრულისკენ გავდივართ. და ბოლოს ეს სეტზე შემოწმება რა? ტესტ ლეიბლები არ გვაქვს, ტესტზე უკვე უნდა დავრანოთ, ლეიბლები ავიღოთ და გავუშვათ კალკულში, ნახოთ როგორ შედეგს მოგცემს. ოკეი, ასე თუ ისე მზად ვარ თვითონ კოდის დაწერისთვის. რას ფიქრობთ? კი, ბრავო. ოკეი. ანუ ეს კომენტარები და რაღაცები უნდა დავწეროთ description-ი ჩვენც. ყველაფერი რაღაც გარჩევა და ის თუ რაღაც. თვითონ submission-ისთვის თუ კი მართლა გინდათ რომ competition-ზე თავი გამოსცადოთ და მე მგონი ჯერ კიდევ ვიაწესით. მე კომენტარები დასწრდება. არ არის დახურულია უკვე link submission-ია. Link submission-ია, ხო? ოკეი. კაი, მაშინ თქვენ როგორც გირჩევნიათ, ანუ კომენტარების დაწერა ზოგადად გამოსადეგია. real life scenario-ში. და ახლა ცოტა უფრო არის ხომ არა ის description-ები და რაღაცეებზე. რა ვიცი. ახლა ამჟამად ჩვენი competition-ისთვის ალბათ არა. ოკეი. სხვა ჩავაგდო სამე. მოდი ეს გქონდეს სადმე. ჩაგიგდებთ და რა ვიცი, რო გავამზადოთ უკვე კოლაბები რო შეიქმნათ, ან თუ კი Jupyter Notebook-ში მუშაობთ. კალკში დავიწყე მე და. ოკეი, მშვენიერი. მათ ვინმეს რაიმე პრობლემები თუ შეგექმნათ,
კალკში დაწყება სავარაუდოდ ყველაზე მოსახერხებელი იქნება. Okay, ეს outline-ი ავტვირთე Classroom-ზე ლექციის მასალებში ლექცია 37-ზე.
Salme, recording-ი ხომ არ დავაპაუზოთ ცოტა ხნით სანამ კოდს ვწერთ. ალბათ დავაპაუზოთ. მაინც დიდი ალბათობით დიდი სიჩუმე იქნება. ხო. Okay, ვასტოპებ. ისე. Okay, კაი, რაც მინდა დამეჩვენ, ედა არის exploring data analysis თუ რაღაც ესე ექსპლორატორი data analysis. explorator. ხო, მითქში ეგ წესდარიგით უნდა გვეთქვა, მე დამავიწყდა უბრალოდ და მე გამახსენდა და უკვე დაწყებული ქონდათ. აი კეთის რო ქონდა გაზიარებული ეკრანი მაშინ რა. რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი არის სიღრმისეულად მაგის გაკეთება. ნუ აი ხა შეიძლება რაღაცა კონტესტის პონტი რო არის და ჩქარა რო უნდა გააკეთო, მან ეგეთ სიღრმისეულად არ გაწყობდეს რა და რაღაც უცბად კიდევდეს გაკეთება. და ეგ ძალიან გასაგებია რა, მაგრამ ნუ ზოგადად რა ეხლა რაღაც თუნდაც მუშაობისას და რაღაცა data უნდა გამოიკვლიო ზუსტად რაც გაქვს რა. და ნუ მაგისთვის სხვადასხვა მეთოდები დავწერე. და რა აი მაგ მეთოდებს გაგაცნობთ, პროსა რა შეიძლება დაგჭირდეთ და ხო რა ინსაიტები შეიძლება მოგცეს მაგ მეთოდებმა რა. ერთ კლასს დავწერე ეს რა ჯანდაბა მოვიდა არ ვიცი რა. ხო. აი დავიწყოთ პირველით. ეგ არის TF-IDF-ი, ეგეთი რაც მწერია რა, რომ TF-IDF-ს აკეთებს. უბრალოდ რა. მე SVD truncation-ს აკეთებს რამდენი კომპონენტს მოვთითებ მაგაზე. ეგ იმიტომ რომ ეს ხო sparse matrix-ს მოვცემ და ეს მომცემს მე უფრო dense matrix-ს რა. და ნუ მე k-means ვაკეთებ მაგაზე რა. დავაკლასტერებ. და ნუ ამის მუღამი არის რომ შემდგომ რაღაც ამ კლასტერებში ტექსტის ასე თუ ისე კლასტერიზაცია რო გავაკეთო რა. და შევხედო რა კლასტერები გამოვიყვა. აი ნახე მე 6 კლასტერშია სულ ერთ იგივე სტილის ტექსტებია რა. ჩინური ქარაქტერებიც რა ძალიან ბევრჯერ შემხვდა და არ ვიცი რა არის რაღაცა უცნაური არის რა, მას მოკვლევა უნდა. დიდი ალბათობით რაც უნიკოდის აპოსტროფის აღნიშნულს გავს თითქოს რა და აი u r онდეს და ისე ლოგიკურად ეგ ჩინური ასოები ახლა აუთლაიერი რა უნდა წავშალოთ თუ ხო აი მაგას ყოველთვის გაჩნია ხოლმე რა უეჭველი პრეპროცესინგი უნდა გავუკეთოთ იმიტომ რომ ახლა მაგალითად ეს ძალიან ბევრჯერ გვხდება რა იმენა რას უყურებ თითქმის ულეგენი არის შესაბამისად რაღაცით უნდა ჩანაცვლოს შეიძლება ვაფშე წაიშალოს შეიძლება მაგალითად არ ვიცი ხა ეს რო და Google-ოთ ვითომ რამე არის translate in English apostrophe შეიძლება რამეს პროსა აპოსტროფს აღნიშნავს მაგალითად და rule based-ად უნდა გადავაკონვერტიროთ რა და ეგ იყოს გამოსავალი, იმიტომ რომ ერთ და იგივე იეროგლიფებია სულ. აი მან მაგალითად ერთი მაგალითი დავინახე Valentine's Day წერია. Valentine Day აწერია და Valentine ჩინური ასოები და Day და წესთ ეგ ჩინური ასოები ნიშნავს აპოსტროფი და S. კი. ხო, ამიტომ ეგეთ რაღაცები არ უნდა მოშორდეს, მაგრამ ნუ რავი, წესით პრეპროცესინგი მაგას დაფიქსავს, არა? კი. ხო, კაკრას ეგენია რა, პრეპროცესინგი ხარ რაც კონკრეტული სხვა რა აი ამას გავაკეთებ ამას ამორჩა, რეალურად პრეპროცესინგში რაც უნდა გავაკეთოთ და კლინინგში რა კიდე. მაგამდე მივდივართ იმით რომ ჯერ ვაკეთებთ რაც ედას და მედაში რა აღმოჩენებსაც გავაკეთებთ, მაქენ გამომდინარე ვაშკვნით რაღაცებს რა. ამ შემთხვევაში აი ეგ დავადგინეთ მაგალითად რომ უმჯობესი იქნება ეს გადავაკონვერტიროთ აპოსტროფ S-ში მაგალითად ხო აი Valentine და რაღაცები.
და ანუ ხო დანარჩენს რავი, ანუ ეს კლასტერიზაცია მაგაში მეხმარება, რომ ამ კონკრეტული კლასტერებში შეიძლება რაღაც კონკრეტული აუთლაიერებიც გამოიყოს რა. ხა elbow მეთოდით ავტომატურად ვაკეთებ და იქ ანუ თელი მოგამის მაგრამ უბრალოდ რაც ხარა გაკეთდეს და ძირად ენერგია არ დაიხარჯოს იმაში როგორ გავაკეთებ რა. არა ხა ხო კლასტერების ამორჩევაც ამენს რამის მეთოდით ეგაც გეფრენციანია ხოლმე საბჭო. მაგრამ ხა ნუ რაი რაღაც მაჩი მუშაობს რა თვალით შესამჩნევ რაღაცებს გამოგიყოფ და კარგი არის მაგით. ხო ეს მეორე არის აქცეს დარიგით ვიყენებ fast text-ის რაღაცა მოდელს რა. ესეც კარგი რამე არის, იმიტომ რომ fast text-ი Word-ის სტილში გაწვრთნილი მოდელია და ანუ რეალურად აქვს მაგას კიდე ეინის ამომცნობი, ანუ რაინაში წერია ტექსტი, ეგ რო ამოიცნოს მაგის მოდელია ხო და language identification-ი ქვია ხოლმე მაგას კონ. ნუ აქ ახლა სულ ინგლისურია, თითქოს რაღაცა არის მგონი ერთი აი ეს რაღაცა დაერო რა ალბათ ან drop post-ი რო ქვია. ანუ ესეც კარგი არის ხოლმე, ნუ ახლა მაგასაც გვიჩვენა რომ ანუ რეალურად კარგი სიტუაცია, მაგრამ შეიძლება რაღაცა ნიტო იყოს რა. შეიძლება რამე ესეთი იყოს ბევრი საკმაოდ რაც არ გვინდა რომ იყოს და მაგას მე ან უბრალოდ წავშლით ან რაღაცნაირად დავაპრეპროცესებთ რა. ან უნდა ინახოს მე. აქედან გამომდინარე. აი ესა unique характерები. Unique характерებში რა პროგრამში აი ნახე რამდენი ჩინური რაღაცა. იმენა ყველა იეროგლიფი არის მგონი. ანუ ესეც უეჭველი სანახავია ხოლმე. ესენია unique კოდები რა, დიდი უნიკოდები ვარ ცოტა. რამდენიმე ბაიტი რო შეიძლება ეგეთები. და შეიძლება სმაილები არის, არ ვიცი ზუსტად რა, მაგრამ ეგეც სანახავია რეები. და დასაპრეპროცესებელი ან უბრალოდ წასაშლელი характерები რა. ხო, ეს არის ჩემი საყვარელი ტიპი, word cloud-ი ქვია. და ხო, ან შეგიძლია ესე აქ მაგალითად იმებს ვაჩვენებ, რა character frequency-ების მიხედვით არის რა, რაც უფრო დიდი არის და გამოწეულია, მით უფრო ბევრჯერ არის აი характერი რა და ცოტა თუ არის უფრო პატარა იქნება. ხო, დღეს გამოვიყენე სხვა notebook-ზე ეგ word cloud-ი და სიტყვაზე თვითონ და ანუ პრობლემა რეალურად პრობლემა კი არა, ერთი კარგის რასაც აკეთებს ისაა, რომ აი მაგალითად ნეგატიურ სიტყვებს შეიძლება მოათავსოს აი ესეთი სიტყვები, როგორც აი როგორც ადრე რო ვახსენებდით, რომ ანუ შეიძლება ეწეროს კარგი სიტყვის დამახასიათებელი, მაგრამ სულში გამოიყენებოდეს რა და word cloud-იც ეს მაგისთვისაა კაი. თუ ავსებ. კარგი სიტყვის. ხო, ნუ ან რეალურად ლამაზია, საჩვენებლად კარგია. თვალით რო შეხედო რა, აი ხა აქ რომ მაგალითად ჩინური характерები იჩნდებოდეს ან რაღაც ეგეთები რა. ესე იგი რაღაც ან იმასაც ამოყავებ რამდენად ცუდად არის საქმე რა. აქ ხა რეალურად ესაა სიტყვების ფრეკვენცია ხო მაგალითად. ამაში საკმაოდ კარგი მონაცემები ჩანს რა მაგხრი. ტრამპი წერია გეფიზი ანუ ინგლისური კარგი характерები წერია და მე ყოველ შემთხვევაში ხა მაგისთვის გამოვიყენე რა. აი ეს ხო ნუ შენზეა რა დამოკიდებული რა. როგორ გამოიყენე. ერთი რასაც შეიძლება გადავწყვეტე არის ის რომ ქართული характерებისთვის არ მუშაობს რა. და მე მაგისთვის რაც ვაკეთებ ხოლმე არის რომ ფონტი უნდა ჩატვირთა. აი სად შექმნილი, აქ მაგ შექმნილი. ანუ ეს ტიპის მაგ აი ამას გადაეცემა ეტოქში აქ კიდე ფონტი რა, არგუმენტად. და რაღაც ისეთი ფონტი უნდა ჩატვირთო, რომელიც ქართულს წაიკითხავსო და მე გამოჩნდება ქართული ასოებიც ხან. აუ თუ დაგჭირდა, თუ იყენებ ხოლმე დაგჭირდება ალბათ ამ ქართულისასაც. ნო. აი ეს არის კიდე საკმაოდ სასარგებლო ტიპი ხოლმე, იმიტომ რომ ბევრ ამას აჩვენებს რა. ყველაზე გრძელი სიტყვები. ანუ ყველაზე გრძელი სიტყვებში ხშირად აუთლაიერებია ბევრი რა.
ანუ ეს მაგალითად რა ჭენდება არ ვიცი. შემოდით დავშევინოთ. რაღაც არ ვიცი მე. ნუ აუი რა. სანიტოა. ლინკები კიდე. სექტები ამოსაგრებია. ლინკები დასაპროფესიონალია ხოლმე. აი აქ მაგალითად ეს დაუძლებნელი რა იყო ესეთ სტილის რაღაცები და გონი ფოტოებს აჩვენებს ანუ ფოტოს რო ტურთავ Reddit-ზე რაღაცა იმას ანუ ამ სტილში აჩვენებს რა საბოლოოდ რაღაცნაირად. და ეგაც დასაპროფესიონალია. ანუ აქ ხა მაგალითად ნახე მარტო შეიძლება ლინკის ამოღება გეწეროს რა. მაგრამ მე ეს ტიპი დაგრჩება. და აინც საჭირო არის რომ შეხედო რა არის ამ სახების ზუსტად. კაი. ნუ აქ რაც რამდენი დიჯიტი რამდენჯერ ხდება, ნუ ეს როგორც კიდე იგივე ნახე. Zipflow-ს ვიტყვი რა არის. Zipflow არის ანუ ეგეთი სტატისტიკური თეორია თუ რა ქვია. ასე ეგეთი შეიქმნა რა zip რაღაცა ტიპი იყო zip-ი სახელში თუ გვარში. არ აქვს მაგას მნიშვნელობა, მაგრამ ანუ ეგეთ რამეს ამბობს რომ სიტყვების მაინც ისეთ კეთრე ახსენს. აი ეს არის რა. ბევრი სიტყვა რო ქონდეს სიხშირეები ამ სიტყვების არის inverse proportion ანუ inverse proportionally უპროპორციული tables რა ანუ რანკი რო გაქვს ერთ შეფარდებული რანკთან არის რა ანუ ეს ჰიპერბოლა იქ წარმოიდგინე და ეხლა ანუ რა შეგვიძლია ამით გავაკეთოთ რა რეალურად რაც ნაგავიდატა რო იყოს ხელი დაგენერებული რო იყოს რაც ანუ არა natural synthetic-ური რა მაგ შემთხვევაში არ გვექნება ჰიპერბოლა აქ და გვექნება რაც სხვანაირი შეიძლება იყოს უბრალოდ წერფესთან მიახლოებული ტიპი ან ამ ეგეთი და ანუ მაგას გვჩვენებს რა ხა კარგი ჰიპერბოლა არის ყველაფერი რიგზე არის მაგ ასე თუ ისე რა მესამე და ამდენი აქ უბრალოდ მაგალითი როგორი უნდა იყოს ეგ ნუ დანარჩენი კიდე რა შეიძლება გააკეთოთ ხოლმე არის რა თითოეულ როუში რამდენი წინადადება ხდება ეგენი დათვალოთ შეიძლება აი აქ 31 და რაც რო არის ეგ შეიძლება ბევრი იყოს და რაღაცით იყოს შეიძლება განპირობებული და ეგენი კონკრეტულად ნახოთ მაგალითად ყველა 20-ზე მეტი და შეიძლება რა წერტილები იყოს დასმული ან რაღაცა რაც მოსაშორებელი იქნება რა ნუ აქ კიდე სიტყვების სიგრძეების დისტრიბუცია და მანც იგივენაირად უნდა ნახოთ და ხა ეს ბიგრამები და ტრიგრამების ისინი არა ანუ ეგენი არის ეს ჩვენებად მინდოდა რა რა შეიძლება გააკეთოთ ხოლმე ედაში და დამოგადგეთ კიდე შეიძლება ეგეთი ის იყოს საინტერესო რომ რამდენად repeated character-ები რამდენად გორჯერ ხდება იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა სპამოვდეს რაღაცას რა და რო სპამავ მაგის კოდი პროცესს ცოტა რთული დასაწერი იქნება აჩქარი რა იყოს მაგრამ ეგ დატაც საინტერესოა ხოლმე რა ხორავი რა მიკითხო არ გქონთ ამას და თუ არ გაქვთ საინტერესო და ექსპორტერ დეტალები მაგის თან NLP-ში რავი პირველად არა მაგრამ იშვიათად ანუ მე ერთი მაინტერესებს ახლა ამას ექსპლორატორი data analysis-ს რო ჩავუტარებთ რაღაცებს კი დავაკვირდებით მაგრამ მე ამის მიხედვით მაგალითად რა შეგვიძლია რომ შევცვალოთ NLP-ის data-ში ანუ ასე ტექსტებში რა
თუ ის დაგვეხმარება რომ ჩვენ უკეთ გავიაზროთ რა ხდება. ორივე რა, ანუ ერთი რომ ჩვენ უკეთ გავიაზრებთ რა ხდება, მაგრამ მეორე მხრივ ხა მონაცემები გვაქვს რაღაც ხო? ანუ ზოგადად ეხა კაგლის კომპეტიციონი რო დავიკიდოთ რა და ზოგადად რო შევხედოთ, რაღაც მონაცემები გვაქვს, მაინტერესებს როგორი მონაცემებია, შეიძლება ვითვალისწინოთ რომ მონაცემები დავამატოთ, შეიძლება ვითვალისწინოთ რომ მონაცემები გავასუფთავოთ რა. ანუ გავასუფთავოთ შეგულისხმობ დავაპრებ პროცესზე, იმდოთ უფრო მეტად რა. ორი ნაწილი გამოიყენება, ანუ ორი ნაწილი გამოიკვეთება ხოლმე, ერთი არის რომ შეიძლება data ანუ ისე იყოს ამახინჯებული, რომ შეგვეძლოს ამ დატის გადაკეთება, რომ აღარ იყოს ამახინჯებული ან იმდენად იყოს ამახინჯებული, რომ ანუ მაგას ვეღარ ვიცავთ და უბრალოდ უნდა წავშალოთ ეგ როუები რა. ანუ ეგ ორი რაღაც გამოიყოფა ხოლმე. და აი მაგას უკვე შენ თუნდა მიხვდე რომელია რა, აი აქ რო ეხა რაღაცა გრძელი სიტყვები გაგვეჩნდა მაგალითად, ხო? ეგ გრძელი სიტყვები, ანუ ამებს ამოვშლით რა, იმიტომ რომ გასაგებია რას წარმოადგენს და რეგექსი დაიწერება სიტყვაზე, რომელიც ამოშლის ამას. ჩინური ხარაქტერები რო გაგვეჩნდა, აი ეს ძალიან დიდი ხარაქტერები კიდე სანახავია რა არის, მაგრამ ის პატარები გასაგები იყო რა, რაღაც აპოსტროფესი იყო მაგალითად, რაღაც ეგეთი და მაგებსაც ჩავანაცვლით, მაგრამ ეს გრძელი ხარაქტერები შეიძლება მაგალითად უბრალოდ ვერ ნაცვლდებოდეს და გადავწყვიტოთ რა თუ მეტია რაღაცაზე, მოდი ეგ რო წავშალოთ რა. და ანუ თუ ბევრი გაგვეჩნდა ესეთი რომელიც წასაშლელია, გამოდის რომ საკმაოდ ნაგავი დატაა და დატის დამატება გვიწევს მე ხოლმე რა, რაც ძალკე თავის ტკივილთან არის ასოცირებული. თან ბევრი ამის გააჩნია იგა პასუხისმგებლობთან რა. საინტერესო რაღაცებს შეგიძლია გამოიკვლიო მაგით. კიდე ხო არის გქონდა მე კითხვა. ანუ ამასთან ან ზოგადად თქვენ რაც დაწერთ მაგასთან დაკავშირებით რა. გეგენავა და გიგი საუბრობდით ხოლმე ყველაზე მეტად და სხვაებით ხართ ნიკოლზე. შევარ გქონდა. თუ გინდათ რა თქვენი მოდელი რაც გააკეთეთ ხა ალბათ მარტო ისინი გააკეთეთ ხა ან როგორც მივხვდი ბერტი გადაწყვეტენ თუ მეტესად და ML-ის ნაწილში XGBoost-ი გამოიყენეთ ალბათ. ამის სხვა ხო არ გექნიათ ვინმეს და თუ გინდათ ეგ ნუ ცოტა ედა ჩავატარე მეც, ნუ ძალიან ცოტა უნდა დისტრიბუციები ვნახე და ორები მოვაშორე. რა ის GBoost-ის გარდა ვიხმარე random forest-ი და naive bias-ის multinomial რა, იმიტომ რომ კლასიფიკაციას ვაკეთებ. ოკეი. მე LSTM და RNN-ით ვსადე და აი შედეგი არ იყო. ბერტი ჯობდა ბევრად. ბერტი აჯობებდა, მაგრამ რა შედეგი მიიღე? აი მაგალითად საინტერესოა ეხა ეგრე შევადაროთ კლასიკური ML-ის ალგორითმების შედეგებს რა. თუ არ გაგიშვია submissions-ზე. Submissions-ზე არ გამიშვია. უბრალოდ ვალიდაციას ვქენ. შენ სხვა არ გექნია იმაზე. რამე კლასიკური ML-დან რამე ხო არ გეცდია? კი, linear regression, logistic regression და XGBoost-ი ვქენი. და მაგათ აჯობა თუ ვერ აჯობა? კი, აჯობა. ოკეი, აი ეგაც საინტერესო მაგალითი არის მაგალითად რა. კიდე რაც შეიძლება ხოლმე გამოიყენოთ DF-IDF-ის ნაცვლად შეიძლება BM25 დაგჭირდეთ ხოლმე. არ ვიცი BM25 იცით თუ არა, შემიძლია ერთი კაი სტატია დაგილინკოთ. შემიძლია იყო. აი ეს სტატია არის თორსზე. და ძალიან კარგად არის ახსნილი DF-IDF-დან
და მას DFIDF-ის სისტემები რაც ამაკიან როგორ მივიღოთ PM25 რა. აუ გარჩეთ აი გაინტერესებთ ალბათ. PM25 შეგვიძლია კიდე გამოვიყენოთ ეგეთი სტილით ხოლმე რა დავთვალოთ მაგალითად PM25 დავაკეთოთ SVD truncation-ი რაც double rank-ზე, ну double figure-ის ხომ დავხლებთ 50 მაგალითად ან 100 და შემდგომ ავიღოთ თითოეული სიტყვის მან ხო სიტყვები და დოკუმენტები გვაქვს და ეს სიტყვები იგივე და რჩება რაოდენობრივად. და ავიღოთ ეგ მაგ სიტყვების შესაბამისი ვექტორები და ეგენი დაახლოებით უკვე embedding-ის სტილის იქნება, ანუ სემანტიკური მნიშვნელობები ასე თუ ისე უკვე იქნება მაგ embedding-ებში. და ну ეხლა ბერტი გვაქვს და რაც ხოლმე უმეტესად და შეგვიძლია ნებისმიერ ან მაგის გარშეც გავაკეთოთ რა, მაგრამ ძალიან low resource language-ზე შეიძლება მაგალითად მსგავსი მეთოდით უკეთესი შედეგი მივიღოთ ხოლმე რაღაცეებში რა. ეგ embedding-ად გამოვიყენოთ და ავი რამე გავაკეთოთ მაგით. თუნდაც linear layer-ი რომ მოდო მაგას და ეგრე დაატრენინგა შეიძლება რაღაც უკეთესი შედეგი მიიღო ვიდრე რაღაც სხვა მეთოდით. ეგა კიდე ერთი მეთოდი ისიც მას მინდოდა და დანარჩენი მეტი არ მაფიქრდება არაფერი ეგეთი. თქვა ხო არ გქონთ რამე რაც სამატებთ. ან კითხვა ხო არ გქონთ? ეგეთ გამოვშვით. რავი, ერთი კითხვა მაქვს, ანუ ცოტა ისეთია, აი ინტუიციის თემაზეა რა კითხვა, რომ ანუ აი თუნდაც რავი ოლიმპიადას, რავი ნოუთბუქს რო ხმი ოლიმპიადაზე რო ხარ არ აქვს მშობა, ანუ აი სულ შედეგს თუ იღებ, ან რაღაცი თუ ვერ აუმჯობესებ მოდელს, ან რავი აი რაღაც ქსელი რო გაქვს და არაფერი არ გამოვიდა და მაინც ვერ აუმჯობესებ, რა არის რავი possible აზრი რომ გააუმჯობესო. თუ ვერ აუმჯობესებ. ну ახლა რა აი მან ну ძალიან ბევრი რამ შეიძლება იყოს რა. ერთი არა ყველაფერს უნდა იაზრებდე ერთი, ну ყველაზე basic რაღაცას არის რა, რომ ეგ მოდელი რასაც იყენებ მაგალითად და მონაცემები რაც გაქვს, ასე თუ ისე უნდა გესმოდეს, ну რა მონაცემები გაქვს და ეს მოდელი კიდე უნდა გესმოდეს როგორ მუშაობს, იმიტომ რომ ზოგჯერ არის რომ რაღაცა დაშვებებით არის ეგ მოდელი შექმნილი, რომ აი ამ შემთხვევაში მუშაობს ან რაღაც ეგეთი, ეგენი თუ არ გვესმის, შეიძლება ისეთი რაც გამოვიყენოთ, რაც გონია რომ უნდა მუშაობდეს, მაგრამ ჩვენ case არ ერგება. მაგასთან ერთად რა ვიცი, აი შეიძლება კოდში გქონდეს ვაფშე რა პრობლემა რა. ძალიან მარტივი რამე გქონდეს უბრალოდ შეცვლით და გვეგონოს რომ აღარ უმჯობესდება და ან ასე ბაგი გვაქვს რა. ძალიან ბევრი რამ შეიძლება იყოს. შეიძლება მონაცემებში იყოს რამ ხარვისი და მაგის გამო არ უმჯობესდებოდეს ან ზოგადად რავი არ იყოს ექსპლორი მიდგომა რომ ეს მოდელი ან რა. ეგში ძალიან ბევრი რამე არის, არ ვიცი ეგრე როგორ იხსნა ხა. აჰა, ოკეი, გასაგები. ბევრი რამე არის მოსაკლევი რომ დაადგინო ორი შიფრალია რაღაცა რა. სხვა კითხვები? feature engineering-ზე აქ ტექსტზე რაც ჯობია რომ გავაკეთოთ. ხო, ну feature engineering-ი გამოყენებადი არის უფრო მეტად classical ML-ში. ჩვენ თუ გვინდა გადავჭრათ ან NLP პრობლემა კლასიკური ML-ით, მაგ შემთხვევაში არის რა მე პირადად არ გადამიჭრია არასდროს კლასიკური ML-ით NLP-ის პრობლემა, მაგრამ ავი რაც კეთილ ჩამოწერა ალბათ ეგენი რა სიგრძე სხვა ასე ძახის ნიშანი იქნება, კითხვის ნიშანი, აუ ქარაქტერები რა ასეები, გამეორებები, ანუ
რაღაცები შეიძლება შეითხოვოს რა. სიგრძე საინტერესოა, გამეორებებია საინტერესო, შეიძლება ერთ და იგივე რაც რა იმეორებს ტიპი გატყობს მაგალითად, მაგის ნიშანი იყოს. და ან თან ეკო ესეთი რაღაცა ხოლმე რომ ეს კონკრეტულად რთულია რომ ზუსტად ისეთი რაღაც იყო, რაც ძალიან კარგად ამოიცნობს რა, უმეტესად არ ხდება ეგეთი რამე. შესაბამისად, ის პატარა რაღაცა რაც შეიძლება დაიხმაროს რა, თუნდაც სიგრძეან ეგეთი გამეორებები და რაღაცები, პატარა სიმაიც გაზრდის რა გულას და დანარჩენი შენი წარმოსახვის მარშია უფრო მეტად ალბათ დამოკიდებული და ან კონკრეტულად იმ პრობლემაზე რის გადაჭრაც გინდა რა. ანუ შეიძლება რაღაც მაგალითად toxicity ანალიზზე ძახილსნიშანი ძალიან კარგად მუშაობდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში არაფერს არ გვაძლევდეს რა. აი ეგ მომენტი არის. კიდე მე მაქვს ერთი კითხვა. ანუ NLP-ში სენტიმენტ ანალიზის გარდა რამე სხვა სახის ამოცანა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ანუ რავი, რაც პრაქტიკულზე ვიმუშავეთ, სენტიმენტ ანალიზი იყო ძირითადად რა. ან რაღაც კონკრეტული მოდელის customization და training. ხო. ნუ ზოგადად რავი ხა NLP-ში აი downstream task-ი რაც არის რა. მანდ რა შეიძლება გქონდეს ხო? ნუ კლასიფიკაცია არის ხოლმე ერთი. ესეც მაგალითად ხა სენტიმენტი ხო არის რაღაც კონკრეტული კლასიფიკაცია იყო რა, მაგრამ სენტიმენტიც მაგრამ კლასიფიკაცია არის მოკლედ ერთი. task-ი ხოლმე რაც შეიძლება გქონდეს, მეორე task-ი არის რაც ავტორეგრესიული task-ი რაც ალბათ იშვიათი არის რა ეგეთი competition-იან დავალება იყოს, მაგრამ ნუ თეორიულად შეიძლება რაღაც იყოს რა, იმიტომ რომ ანუ იშვიათია, იმიტომ რომ ხო GPT-ს ვერ შექმნი რა, ასე ეგეც დიდი რესურსი სჭირდება. უმეტესად ვაფშე დიდი რესურსი სჭირდება NLP-ს და ეგ ბევრ პრობლემას ანუ ართულებს ხოლმე საქმეს, რომ კარგი ამოცანა და კარგი competition-ი იყოს მაგითო რა. აი მაგორის გარდა შეიძლება კიდე იყოს რა ტიპის ამოცანა შეიძლება იყოს. ალბათ რა კლასტერიზაცია. ან რაც ბევრი დატა ქონდეს და მაგათი დაკლასტერება გინდოდეს, რამე ეგეთი. ავიდა. ბევრი რამე არა მოკლედ. დავალება და შეიძლება ანუ შენ თუ იმას მეკითხები საბოლოოდ ხა იქ რა შეიძლება მოვიდეს ან ჩვენ რა შეიძლება მოვიტანოთ. ანუ ხა რაც ნულიდან რაღაც ტრენინგი არ იქნება დიდი ალბათობით რა task-ი ხოლმე. იმიტომ რომ ანუ ხა ნულიდან ბერტი და ტრენინგი ეს ვერ გეტყოს ვერავინ. იქნება უფრო მეტად ისეთი რაღაც რომ ან ბერტის შეცვლა გიწევდეს, ან რაღაცის შეცვლა გიწევდეს და პატარაზე fine tuning-ი გიწევდეს რა. ხო, ნუ მაგიტო ეგ არა, რა შემიძლია გითხრათ საბოლოოდ. ანუ ისე მანდ ასეთი რაღაცა შეიძლება იქნება, რომ აი სამი ამოცანა ხო გვექნება რა. NLP-ზე, computer vision-ზე და classical ML-ზე რა და მაგალითად რომ დავიწყო, ანუ რომითაც მინდა იმით რომ დავიწყო და ვთქვა NLP-ზე რომ დავიწყო და სანამ ტრენინგზე არის გაშვებული, იქამდე რომ classical ML-ის ამოცანა გავხსნა და მაგას შევხედო, რაღაც სანამ იქით დრო მიდის, ვაკეთო რაკეთ. რაც ეგ თუ შეიძლება იქნება ძალიან კაი, იმიტომ რომ დროის მენეჯმენტსაც გადავანაწილებს და ერთის დროს მეორესაც თუ მოხერხდება მასეთი. მესმის ხო. აი ეგ არ ვიცი, იმიტომ რომ რაღაც კონკრეტული ისა რა. ან მე არ მინახავს საიტი რა, პლატფორმა, რაზეც იქნება ეგ დახოსტილი მერე და გავიკითხავ მაგას და მოვიწერები მერე. Okay.
გონი ერთი GPU რო გვაქვს, არ შეგვეძლება მაგის გაკეთება. ნუ აი არ ვიცი რა, შეიძლება შეიძლება რავი, ან ეხა რეალურად საბოლოოდ პროცესებს უშვებ რა და შეგიძლია რამდენიმე პროცესი გაუშვა, მაშინ არ უნდა იყოს რა პრობლემა რა. საი რამდენიმე ნოუთბუქი ერთად რა ხო არ ვერ გეტყვი ვერანაირად. ერთადერთი ხო ერთი GPU compute გიმცირებს ფაქტობრივად და ეხა ორი მოდელი რო ჩამოვალოადო შეიძლება ვიდეო რამი გადაგიხსოს მაგალითად და CUDA error-ი დაგიწყას მერე რა სიტყვის. შეიძლება გავიკითხავ და გეტყვით. მაგალითად რამის ვაკითხავ ხო არ გაქვთ? რა უმე პირადად მამაფიქრდება არაფერი. აი ალბათ შეგვიძლია დავუშალოთ უკვე. თუ რამის გაზიარება